მაჩაბლის პირველ ნომერში, სადაც წესით წიგნების საპრეზენტაციო სივრცე და მწერლების შეკრების ადგილი უნდა იყოს, ახლა სხვადასხვა ოფისები ან გაქირავებულია ეს ტერიტორია, მათ შორის ფრჩხილების დაგრძელების სალონზე, სადაც სოლარიუმის მომსახურების მიღებაც არის შესაძლებელი და ლაზერული ეპილაცияსაც. პირველებმა გაარკვია და მოიპოვა დოკუმენტები, რომ ეს სალონი არის სწორედ საკუთრება მაყვალა გონაშვილის შვილის რეესტრის ამ მონაწერში ძალიან კარგად ჩანს, რომ ცილამაზის კლუბი ნეილ-არტი 50%-იან წილს ფლობს აქ მარეხი კეზუა, რომელიც მაყვალა გონაშვილის შვილია, 50%-იან წილს კი საქართველოს რუსეთის ორმაგი მოქალაქე. ჩვენ სალონშიც დაგვიდასტურეს, რომ მაყვალა გონაშვილის შვილი მარეხი კეზუა არის ის პირი სწორედ, რომელიც წილს ფლობს ამ სალონში, თუმცა ახლა არსებობს მთავარი კითხვა, სად არის ქირავნობის ხელშეკრულება? მაჩაბლის პირველ ნომერში თუ სხვა ფართების შემთხვევაში საჯარო რეესტრში იძებნება არენდის ხელშეკრულება და ამ მონაწერში მითითებულია რა ნაწილია ამ შენობის გაქირავებული და ვისზე, მაგალითად სააფთიაქო ქსელზე იგივე შენობაში, სალონის შემთხვევაში ასეთი დოკუმენტაცია ვერ ვიპოვეთ, ამიტომ ჩვენ მაყვალა გონაშვილის შვილთან გვქონდა სწორედ ეს კითხვა და თავად მაყვალა გონაშვილთანაც არსებობს თუ არა ქირის ხელშეკრულება, თუ უბრალოდ უსასყიდლოდ დაუთმო გონაშვილმა მწერალთა კავშირის ქონება და ფართი საკუთარ შვილს. არის სურვა გონაშვილის შვილმა პირველებთან საუბარი, რამდენიმე მცდელობა გვქონდა ჩვენ ამის და არც თავად მაყვალა გონაშვილი პასუხობს პირველების ზარებს. მარეხი კეზუა, როგორც ვთქვით, ქალბატონი მაყვალას შვილია. ქირავნობის ხელშეკრულება თუ არსებობს, რომ იქირავეთ ქალბატონი მაყვალას შვილია მარეხი, რომელიც წილს ფლობს ამ სალონში. კი ბატონო. თუ შეიძლება რომ გამესაუბრობს, ქირავნობის ხელშეკრულება თუ არსებობს, წესით უნდა ესმოდეს ჩემი ხმა. კი, თქოს მისმევენ, ახლა თავიდან მათგან. არ უნდა კომენტარის გაკეთა. ქირავნობის ხელშეკრულება არსებობს ამ შენობაში, რომ არის განთავსებული სალონი? არ უნდა კომენტარის გაკეთა. არ მოვა დღეს სამსახურში? მწერალთა კავშირის ფართები ან გაყიდულია, ან გაქირავებულია და ისმის კითხვა საათ ქრება და როგორ ნიავდება მწერლების ქონება. შაბათის ეთერმა მოამზადა ვრცელი ჟურნალისტური გამოძიება, სადაც ჩანს ობიექტები, რომლებიც გაიყიდა არავინ იცის როგორ განაწილდა ეს შემოსავლები და არაერთ გაქირავებულ ქონებაზე, მაგალითად მათ შორის ეროვნული მწერლობის სტამბაზე, რომელიც როგორც გაირკვა რუსებზე არის გაქირავებული. თავად მწერლები სვამენ კითხვას, სად მიდის ეს თანხები, მაშინ, როდესაც მწერლები იმყოფებიან მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში. ჩვენთან საუბარში მწერალთა კავშირის წევრები ამბობენ, რომ თავად მაყვალა გონაშვილი გაანკარგავს აბსოლუტურად ყველაფერს, ის იღებს გადაწყვეტილებებს, არც ის უკვირთ თუ საკუთარ შვილს შესაძლოა ქირის გარეშე დაუთმო მწერალთა კავშირის ერთ-ერთი ფართი მაჩაბლის ქუჩაზე. ვაჟა ჩოდრელი, რომელსაც ჩვენ ვესაუბრეთ, იხსენებს და გვიყვება, რომ გუნაშვილის ხელმოწერით წლების წინ მაჩაბლის პირველ ნომერში მდებარე ერთ-ერთი ფართი უნდა გადასცემოდა სწორედ მის ჟურნალს, გამომცემლობას, იმისთვის რომ იქ ემუშავათ, თუმცა მოგვიანებით უკვე გონაშვილისგან მიიღო უარი და ამის შემდეგ მწერალთა კავშირმა საერთოდ აღარ დაუთმო ფართი. პრობლემები ძალიან მრავლადაა მწერალთა კავშირში, ხელფასები, როგორც გვიყვებიან მწერლები, გაიცემა სწორედ ქირით შემოსული თანხებით, თუმცა არც ერთი თეთრი თავად მწერლებამდე არ მიდის. კავშირი იქცა, თქვათ, უნდა თქვა ეს ბჭყალი ბალაგანად იქცა, ეს კავშირი არ არის. თქვენს რედაქციას უნდა გადასცემოდა კი,
ეს შენობა მაჩაბლის პირველი, რომელშიც ახლა არის გონაშვილის შვილი. ჩაწერილი, მაგერ მაქვს საბუთი მოგცემ მაგას აგერ მაქვს დოკუმენტი, სადაც მაყოლა მოაწერა ხელო, ახლა როგორ თუ თავის შვილს მიცემდა რა შეუშლიდა ხელს. ახლა მაგას ყველაფერი უფლებები აქვს თავის აღებული და მანია გრანდიოზაა და ასეთი სიტუაცია და თუ აგრო ჩამოაწიგზიგებს ერთარობა ამდენად ასე ხებას იმას ამდენად ხებას იმას ჩვენ რა დავაშევეთ წერილები მძიმე მდგომარეობაში ძალიან რა წავიდა ეს გაყიდული ქონებიდან შემოსული ჭირიკა ხინიაკა გატოიკა ფქვილიაკა საწავიდა გაზმარის საკრა გაქირავებული ქონების ფული საკმედის თუ წერილებს ახლა გაქირავების ფული ესენი იღებენ ხელფასებად 5 მდივანი შემოერიცხინე რა ქვია და ხელფასები და რაღაცები გაიყიდე მე რა წაიგითხე რა წერია რომ საკუთარი პენსიიდან ვიხდი იმას და გამოვწე ჟურნალი თქვა შიმშილობ წერილობა და მოგვეცით ეს ფული არა თვითონ ხო იღებენ ხელფასებს ქონება, რომელიც მაყვალ გონაშვილის თავმჯდომარეობის პირობებში მწერალთა კავშირს არ გაუყიდია, ძირითადად ფართები გაქირავებულია, ამ დროს კი თავად მწერალთა კავშირი განთავსებულია დევნილთა საერთო საცხოვრებელში. ჩვენ ვიყავით დღეს სწორედ ამ შენობაში, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. როგორც ჩანს, იქ დადიან სწორედ თანამშრომლები, რომლებიც რჩებიან ამ დრომდე მწერალთა კავშირში, იქაც ვცადეთ მაყვალ გონაშვილი არ დაგვხვდა ადგილზე და შესაბამისად შეუძლებელი იყო ვინმესგან კითხვებზე პასუხების მიღება.